ლიზინგის პროცესში სამი ძირითადი მხარეა ჩართული: სალიზინგო კომპანია, ლიზინგის მიმღები და აქტივის მომწოდებელი. აღნიშნული ურთიერთობა უზრუნველყოფს, რომ თითოეული იურიდიული დოკუმენტი სათანადოდ იქნეს შემუშავებული რისკების მართვისა და ყველა მხარის ინტერესების დასაცავად. ლიზინგის ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, რომლის მიზანია თანაბრად იქნეს დაცული როგორც ლიზინგის მიმღები, ისე სალიზინგო კომპანია. ეს რეგულაცია უზრუნველყოფს ყველა მხარის სამართლიან მოპყრობას და მათი ინტერესების დაცვას. ლიზინგის გენერალურ ხელშეკრულებას რაც შეეხება, აღნიშნული დოკუმენტი ფორმდება ლიზინგის მიმღებთან პირველი ლიზინგის დამტკიცების დროს, როგორც წესი 10 წლიანი ვადით. აღნიშნული დოკუმენტი აერთიანებს სალიზინგო კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობის ყველა ძირითად პუნქტს. ლიზინგის ხელშეკრულება ლიზინგის გენერალური ხელშეკრულების ფართო ფარგლებში გაფორმებული ქვეხელშეკრულებაა, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული სალიზინგო ურთიერთობის პირობებს. ნასყიდობის ხელშეკრულება ეს არის სამხრევი დოკუმენტი, რომელშიც ჩართული არიან სალიზინგო კომპანია, ლიზინგის მიმღები და აქტივის მიმწოდებელი. ის უზრუნველყოფს აქტივის შეძენასთან დაკავშირებით ყველა პირობის სათანადოდ განსაზღვრას და პოტენციური გაუგებრობების აღმოფხვას. მიღება-ჩაბარების აქტი ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ლიზინგის მიმღებმა მიიღო აქტივი და გადაცემამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ლიზინგი არა მხოლოდ ფინანსურ სარგებლოს გთავაზობთ, არამედ ის უზრუნველყოფს სრული პროცესის კანონიერებასა და დაცულობას.